2016 შეგახსენებთ მე-15 თავის შინაარს. მე-15 თავში იყო აბრაამისთვის მიცემული აქტმა, რომ როგორც ვარსკვლავები გახსოვთ, გარეთ გამოიყვანაო აბრაამი და ვარსკვლავები აჩვენაო და ამ თემაზე ვილაპარაკეთ, რატომ აჩვენა ვარსკვლავები რა. ისევე ვერ ეთყოდა ადამიანს რო უთხრა, ეხლა სულ არ ჩანს საზე ვარსკვლავები, მაგრამ ესე რო უთხრა ადამიანს რო იცით რა, ვარსკვლავებზე მეტი იქნება შენი შთამომავლობა, მას წარმოდგენა ხო შეუძლია რა ვარსკვლავები ისე იგი რამდენი არის როცა მართლა ვარსკვლავებია დათვლის თუ არა. გამოყავს სპეციალურად რომ აჩვენოს რომ თვითონ არის შემოქმედი აი ამ ვარსკვლავებისა და თუ შეეძლო მას შეექმნა ესეთი სამყარო, სადაც ამდენი ვარსკვლავია, რა თქმა უნდა შეუძლია შექმნას აბრაამისთვისაც შთამომავლობა და აი ამ აქტმაზე ვისაუბრეთ ჩვენ, რომელი აქტმაც მას მიეცა. ეს იყო მე-15 თავი. ეხლა ნახოთ როგორ იწყება მე-16 თავი. სარას აბრაამის ცოლს არ უშობია მისთვისო. ნახეთ, ეს გამოცხადება, როდესაც ჰქონდა აბრაამი დაახლოებით იყო 85 წლის. გავიდა კიდე წელი და სარას აბრაამის ცოლს რატომ გეტყვით, რატომ გავიდა წელი, საიდან მაგარიშო ამ ყველაფერს. ცოტა ქვემოთ მოგახსენეთ. აბრაამის ცოლს არ უშობია მისთვის, მაგრამ ყავდა სარას ერთი ეგვიპტელი მხევალი, სახელად აგარი. მე ძალიან მიყვარს ებრაული გარდამოცემები, რომლებიც წმინდა წერილში შეტანილი არ არის, მაგრამ ამ გარდამოცემებზე ძალიან ბევრი რამ ნათელი ხდება, უფრო მეტად თითქოს აფართოებს ჩვენი სამწოდნის, ბიბლიის წოდნის დიაპაზონს. თუმცა კი დანამდვილებით ვერ ვიტყვით, რომ ეს ნამდვილად ასე იყო თუ არ იყო ნამდვილად ასე. აგარი, როგორც ამბობენ ებრაულთა გამოცემის მიხედვით, ეს იყო ებრაელი ფარაონის ქალიშვილი. ჩვენ წავიკითხეთ, მიცესწრებოდით ლექციას, როგორი ტოლვილობის პერიოდი განიცადა აბრაამმა სარასთან ერთად ეგვიპტეში. და როდესაც ისინი ეგვიპტეში იყვნენ და იქ ფარაონს სარა მოეწონა და კინაღამ ცოლად მოყვანა მოინდომა და გამოცხადება რო ქონდა ღმერთის გარო მაქალს თუ მეკარები მოკვდები, და ამის შემდგომ მან გაიცნო აბრაამი და ნახა აბრაამის ოჯახი. და მას ჰყავდა ქალიშვილი, რომელსაც აგარი არ ერქვა, აგარი ებრაული სახელია. რომ თარგმნოთ, ეს სახელი ითარგმნება ებრაული ენიდან, გაქცევას ნიშნავს. თუ რატომ გაქცევას ამასაც გეტყვით, იმიტომ რომ ებრაელები სახელებს ტყუილ არ არქმევდნენ, ყველა სახელი საწინასწარმეტყველო სახელია. ანუ წინასწარმეტყველებითად არის დარქმეული ადამიანზე. აგარი ნიშნავს გაქცევას. და თუ რატომ ამას შესახებაც დავინახავთ, ამ დღევანდელ თავსაც განვიხილავთ და რაც თავარია, არ არის ეგვიპტური სახელი, არამედ არის ებრაული სახელი და სავარაუდოდ ის აბრაამმა დაარქვა მე. მაგრამ რატომ არის ის აბრაამთან? ეგვიპტელთა ფარაონმა თქვაო, რომ ჩემს ოჯახში დედოფლად ყოფნასო, აბრაამის ოჯახშიო, ხევლად ყოფნა ჯობიაო. აი ესეთი მადლიანი კაცი იყო აბრაამი. საოცარი მოვლენა აბრაამი მინდა გითხრათ სამყაროში რა. განსაკუთრებული აქცენტი აბრაამზე, აი მე-12 თავი ხო დავისვეთ. მე-16 თავზე ვართ. კიდე აბრაამის შესახებ ხო და კიდე ნახავთ, რამდენი თავი იქნება მიძღვნილი აბრაამზე. ბიბლიაში მსგავს ვერ ნახავთ. ამხელა ისტორია მიძღვნილი იყოს ერთ კაცზე და ერთ ოჯახზე. ნუ ფაქტურად მე მთელ ოჯახზე და მთელ აბრაამზე და ახალ აღთქმაშიც რო გადმოვდივართ, პავლე მოციქული აბრაამზე ლაპარაკობს, თვითონ მაცხოვარი აბრაამზე ლაპარაკობს, რატომ? ქონდა მას რაღაცა ეს განსაკუთრებულობა, ეს განსაკუთრებულობა იყო მისი სიკვდილი, დაჯერება, სარწმუნოება, რომ ისე ჯეროდა მას ღვთის სიტყვისა. ნახე იქ რო წავიკითხეთ, რომ ერწმუნა აბრაამი ღმერთს და ესე იგი შეერაცხა მას ეს სიმართლე. სიმართლე შეერაცხა და ჩემო. სიმართლე შეერაცხა ამ ცოდვების მიტევებაზეა ლაპარაკი, რომ ცოდვებისგან, ანუ სარწმუნოებით ხდება ცოდვების მიტევება. ჩვენ ეს ცალკე იქნებ განვიხილოთ, მე რომელ დამართ ეპისტოლეში ამის შესახებ პავლე მოციქული წერს, რომ ერწმუნა აბრაამი ღმერთს და შეერაცხა მას ეს სიმართლე. მოკლედ აგარი ვინც იყო უკვე მოგახსენეთ. ყავდა სარაის ერთი ეგვიპტელი მხევალი, ანუ სარას ემსახურებოდა, წარმოიდგინეთ, მიუხედავად იმისა, რომ ფარაონის ქალიშვილი იყო, თუ იმას ებრაულ გარდამოცემებს ჩვენ დავეყრდნობით, ემსახურებოდა, წარმოიდგინეთ, პრინცესა ემსახურებოდა აბრაამის ცოლს სარას. უთხრა სარამ აბრაამს, აჰა დამხშა უფალმა, რომ არ ვშობო, შედი ჩემს მხევალთან, ვინძლო შვილიერი შევიქმნე მისგან, ყურად იყო აბრაამმა სარას ნათქვამი. ესე იგი, სარას თავაზობს თვითონ, რომ იქნებ
მოიყვანო ცოლად, ანუ ცოლქმრული ურთიერთობა დაამყარო ხევალთან, აგართან და შეგვეძინოს შვილი და ქართულში ესე არის ნათარგმნი, რომ ვინძლო შვილიერი შევიქმნე მისგან და რას ნიშნავდა შვილიერი შევიქმნე მისგან? იყო ძველ აღთქმაში ესეთი ტრადიცია, რომ შვილობის ტრადიცია იყო ესა, უნდა კაცი გამოსულიყო და ბავშვი გამოიყვანა და ეთქვა რომ ეს ჩემი შვილია საზოგადოებაში და ეს შვილობას ნიშნავდა, ხოლო რაც შეეხება ქალს, მის მუხლებზე უნდა ემშობიარა, ესე იგი ადამიანს და ეს მის შვილად ჩაითვლებოდა. ანუ აგარი იმშობიარებდა პირველი მუხლებზე სარა დაისვამდა, მიიღებდა აი ამ ბავშვს და იქნებოდა მათი შვილი. და ვინძლო შვილიერ მყავს, სწორედ ამას გულისხმობს და ამის გარდა გულისხმობს კიდევ ერთ რამეს, რომ აქ ქართულში ზუსტად არ წერია, მაგრამ უნდა გითხრათ, რომ ძველ აღთქმაში ოჯახი არ ერქვა იმას, ვისაც არ ყავდა შვილი. მე არ ვიცი, რამდენად შეიძლება ვიღაცისთვის ეს ძალიან ტკივნეული თემაა დღევანდელ დღეს, იმიტომ რომ ერთხელ რაღაცა ორიოდესი თქვი ამის შესახებ და რამდენიმე ადამიანმა მე მომწერა, ნუ ჩვენმა შინაურებმა უცხო კი არა, რომ მამაო ეს რატო არის ისე როგორ არის რაღაცა, ჩემზე კი არ გაბრაზდნენ, ზოგადად რატომ ბიბლიაში რატომ არის ეს. აი იყო ესეთი ტრადიცია. და ცოტა მკაცრია ამ შემთხვევაში ძველი აღთქმა. პირდაპირ ჩვენ ნახავთ, აი რაქელი როგორ ეუბნება იაკობს, რომ კუდები და გადავდივარო თუ შვილი არ მეყოლება. იმიტომ რომ კუდრად ითვლებოდა ადამიანი თუ მას შვილი არ ყავდა და წარმოიდგინეთ რაქელი როცა მშობიარობს და ზუსტად იციან ბებია ქალებმა, იციან რომ მოკვდება, ვეღარ გადარჩება, სისხლისგან იცლება. მშობიარობის დროს მოკვდა მართლა ბენიამინზე რომ იმშობიარა მოკვდა. დევნებიან ნუ გეშინია, ცოცხალი ხარ, ბიჭი შეგეძინა. ანუ რახან შვილი შეეძინა და შვილი ცოცხალია, ცოცხლად ითვლება ის ადამიანი. თუ არა, არა. და რატომ? იმიტომ რომ შვილი იყო მამის მომხსენებელი და დედის მომხსენებელი. ამიტომ თუ მომხსენებელი არ ეყოლებოდა, ის მკვდრად ითვლებოდა. აი ესეთი იყო ტრადიცია. ამიტომაც სარა ამ ტექსტში ქართულში ეს პირდაპირ ესე არ არის ნათარგმნი, მაგრამ აბრაამს ეუბნება, რომ ვინძლო შვილი ერქოს მე ღმერთმა, როდესაც აგარს სთავაზობს აგართან დაწოლას, ეუბნება ამ დროს, რომ ჩვენ დაგვერქვას ოჯახი. აი ესეთი სიტყვებია პირდაპირ რომ თარგმნოთ ებრაული ენიდან. ყურად იყო აბრაამა სარას ნათქვამი, ეს რა თქმა უნდა სარამ შესთავაზა, ამ დროს ძველ აღთქმაში მინდა გითხრათ, რომ მრავალცოლიანობა არ იყო აკრძალული, მეტიც კანონები განსაზღვრავდა პირდაპირ რომ თუ ადამიანს ყავდა ორი ცოლი, ზუსტად იგივე პატივი და ხანდახან უფრო მეტი პატივიც უნდა მიეგო იმ შვილებისთვის, რომელიც მას იმ ცოლისგან ყავდა, რომელიც ნაკლებად უყვარდა. იმიტომ რომ ერთი უფრო მეტად უყვარდა და მეორე უფრო ნაკლებად. იყო ასეთი კანონი, რომ თუ 10 წლის განმავლობაში შვილი არ შეეძინებოდა კაც ქალთან, მას სრული უფლება ჰქონდა გაშორებოდა ამ ქალს. ამიტომაც აბრაამს სჯული აძლევს, თუმცა სჯული ჯერ დაწერილი არ არის საერთოდ, მაგრამ მე წინაზეც გითხარით, რომ სჯული დაწერილი არ არის, მაგრამ აბრაამმა რაღაცა მიათედი შესწირა მელქისედეკს, საიდან იცის ეს? და ვილაპარაკეთ ამაზე, აღარ დავუბრუნდები ამ თემას. და აბრაამს სჯული აძლევს საშუალებას იმისას, რომ თქვა სხვა ქალთან შევიდეს და ასევე სჯული აძლევს იმის საშუალებას, რომ ცოლმა დართვა მისი ნება. ახალ აღთქმაში ეს ყველაფერი გაუქმებულია. არავინ იფიქროს, რომ ან მრავალცოლიანობაა დაშვებული და ან იმისთვის უნდა გაშორდეს ადამიანი ცოლს, რომ შვილი არ ყავს. ილია ჭავჭავაძე შვილი არ ყავდათ, მაგრამ ასეთი ცოლქმარი იშვიათად მოიძებნება. ისეთი სიყვარული ჰქონდათ და ისეთი წერილები აქვს ერთმანეთის მიმართ მიწერილი, რა ვიცი, აი შეყვარებულობის დროს ვერ დავწერდი და ახლა 25 წელია რო ცოლი მყავს, მაგას ადამ აწერინებს. ხო, აი, მაგრამ ისინი სულ ასე წერდნენ ერთმანეთს. 11 მეთაყაიშვილს შვილი არ ყავდა. მაგრამ საოცარი რა ოჯახად არ ითვლება ილია ჭავჭავაძის ოჯახი თუ ისა 11-ის ოჯახი არ ითვლება. ამიტომ ამაზე ასე ნული მიჭერდა, ნული იქნებით ასე. იმიტომ რომ ქრისტემ ეს ყველაფერი აბსოლუტურად სხვა. ჩვენ ახლა ძველ აღთქმაზე ვლაპარაკობთ და არაგერიოთ ეს ძველი აღთქმა და ახალი აღთქმა ერთმანეთში ესე არ გათქვიფოთ, იმიტომ რომ მაშინდელი კანონი იყო ყველაფერი და დღეს კანონზე აღმატებული სიყვარულია ყველაფერი. ადგა სარა აბრაამის ცოლი და მისცა ეგვიპტელი აგარი თავის ხევალი ცოლად აბრაამს თავის ქმარს ქანაანის ქვეყნად მისი დამკვიდრების 10 წლის თავზე. რატომ გითხარით 85 იყო მეთქი? იმიტომ რომ 75 წლის იყო აბრაამი, როდესაც ჩამოვიდა ქანაანის ქვეყნიდან, ქანაანის ქვეყანაში უკაცრავად ქალდეველთა ურისგან. ასე რომ ის არის ახლა 85 წლის. შევიდა აბრაამი აგართან და დაორსულდა აგარი. წმინდა მამები პირდაპირ წერენ, რომ აბრაამმა კი შეირთო ეს ცოლი, მაგრამ სარა მას ისე უყვარდა. ფაქტიურად ესეც სარას გულისთვის გააკეთა, იმიტომ რომ აგართან ის კი არ ცხოვრობდა. ერთადერთხელ შევიდა და მაშინვე შვილი იმის მერე აგარს აღარ მიკარებია და გეტყვით
სანამდე და როდემდე. შევიდა აგართან და დაორსულდა აგარი. როცა შეიტყო რომ ორსულად იყო, დამცირდა მის თვალში მისი ქალბატონი. ეხლა აგარს გაახსენდა რომ თვითონ დედოფალია. და აქედან გამომდინარეც ამბობენ ის ებრაული გარდამოცემა მეთქი რომ გითხარით რომ ეს სინამდვილეში ფარაონის ქალიშვილია და პრინცესაა, სწორედ ეხლა გაახსენდება მას, იმიტომ რომ ჯერ ერთი აღმოჩნდა რომ ვინც ნამდვილად სახლში რომელშიც დედოფალი უნდა იყოს, ვერ დედოფლობს, იმიტომ შვილი არ ახავს და აბსოლუტურად მასზე არიან დამოკიდებული და უჩნდება მას რა თქმა უნდა ამისი ამბიცია და სარას ეუბნება რომ ეხლა შენ ცოტა ჭკვიანად იყავი, ხო ხედავ მე ეხლა აბრაამს, ხო, ცოტა გაიცია, იმიტომ რომ აბრაამს ეხლა შვილს უჩე, შენ საერთოდ მოხუცებულთა თავშესაფარში გაგიშვებთ, ეხლა პირველივე სამართლო ტაქსით რა. ნუ დაახლოებით ასეთი საუბარია თანამედროვე ენაზე რო ვთქვა. მოგზავნე მამო. ო ამას ვიმალავდი, გიორგი მოყოლა. კარგი, გავაგზავნე. შევიდა აბრაამი აგართან და დაორსულდა აგარი. როცა შეიტყო რომ ორსულად იყო, დამცირდა მის თვალში მისი ქალბატონი. გითხარით მოკლედ რატომაც დამცირდა და როგორც დამცირდა. მე მინდა გითხრათ, ფიქრობდი რომ შორს არ წავიდეთ მეთქი ძალიან, მაგრამ ბიბლიის განმარტების რამდენიმე სკოლა არსებობს. მათ შორის ერთ-ერთი არის ალექსანდრიული სკოლა. ალექსანდრიულ სკოლას მიეკუთვნებიან კლიმენტი ალექსანდრიელი, ორიგენე და მათზე ძალიან ბევრი წმინდა მამაა დაყრდნობილი. მათ უყვარდა ძალიან ალეგორიული სიმბოლური განმარტებები ბიბლიისა. და ფაქტიურად აქედან სულ ალეგორიული სიმბოლური განმარტებები იწყება ბიბლიისა, რომ აგარი განასახიერებს, აგარისგან ხომ მას პირველი შეეძინება და სარასგან მეორე შვილი. შვილის მიხედვით პირველი შვილი პირმშო ითვლება ყველაფრად, მემკვიდრედ ის ითვლება. თუმცა კი პირმშოობა მან ვერ მიიღო და მიიღო სარასგან შვილმა შემდგომში ისააკმა. ამიტომ ისინი ამბობენ ალექსანდრიული სკოლის წარმომადგენლები, რომ აგარი განასახიერებს ძველი აღთქმის ებრაულ ერს და საზოგადოებას. და სარას შვილი ისააკი განასახიერებს უკვე შემდგომში ქრისტიანობას, ქრისტიანულ სამყაროს, იმიტომ რომ მათ ვერ მიიღეს ის მადლი და წყალობა, რაც შემდგომში მიიღო ქრისტიანულმა სამყარომ. და ეს შედარებები მთელი ამ თავის განმავლობაში თქვენ აბა დააკვირდით, თუ წარმოიდგენთ რომ აგარი ებრაული საზოგადოებაა და სარა ამ შემთხვევაში ქრისტიანული საზოგადოებაა, ნახავთ მათ შორის ჭიდილი როგორ ხდება და მე ისტორიულად მართლა როგორ მოხდა ეს ფაქტები. დღევანდელ დღემდე რაღაცები რომ ხდება, ამის შესახებ სწორედ ამ თავში არის მოთხრობილი და გეტყვით ამ. მიგანიშნებთ. მაშინ უთხრა სარამ აბრაამს, შენზეა ჩემი შეურაცხყოფა. ეხლა ნახეთ, ქალის ხასიათი როგორია, ჯერ თვითონ უთხრა დაწექი შვილი გააჩინეო. ეხლა ის რომ იმაშება, აბრაამი არ ერევა, იმიტომ რომ მართალი კაცია და ეხლა ქალებმა თვითონ მოაგვარონ რა, ეხლა ერთ სამზარეულოში ორი ქალი ვერ ტრიალებს. მათ შორის დედაშვილიც ხო მართალია. ამიტომ აბრაამი არ ერევა რა და ეუბნება რომ ქალებმა თვითონ მოაგვარენ, ერთი მხევალია, ერთი ცოლია. ნუ ეხლა არ ერევა ეს რამბა, მაგრამ ეხლა სარა ნახეთ იმაზეა რა, შარზეა მოკლედ და პირდაპირ ეუბნება რომ შენზე არის ეს ამბავიო, გეგონება აბრაამმა დააძალა, არა მე უნდა დავწვი აგართანო. შენზეა ჩემი შეურაცხყოფაო, აბრაამს ეუბნება. მოგიწვინე ჩემი მხევალი და როცა შეატყო რომ ორსულადაა, დამცირდი მის თვალში. ახლა უფალმა გამგსაჯოსო, სარა ეუბნება. და უთხრა აბრაამმა სარას, ნახეთ მართალი აბრაამი როგორი კაცია, მაშინვე გადაწყვეტილებას ღებულობს. აჰა შენს ხელთაა, შენი მხევალი, როგორც გენებოს ისე მოეკეცი მასო. პირდაპირ ეუბნება, მე მაგ მხევალთან იმიტომ კი არ დავწექი რომ მე მინდოდა, იმიტომ დავწექი რომ შენ გინდოდა. ამიტომ ეს გადაწყვეტილება შენი მიღებული იყო, ბოლომდე შენ მიიყვანე ის საქმე, რომელიც შენ წამოიწყე. მაშინ დაუწყო სარამ ჩაგვრა და გაიქცა მას აგარი. ეხლა სარამ დაუწყო მას ჩაგვრა და გაიქცა აგარი. ხო. ნახა იგი უფლის ანგელოზმა წყლის ჭასთან უდაბნოში, ჭასთან შურის გზაზე რომ არის. ეს ძალიან საინტერესო მონაკვეთია. ნახა უფლის ანგელოზმა, თუმცა კი იქ ებრაულ ენაში წერია რომ ეს იყო უფლის ანგელოზი, რომელზეც პირდაპირ მიანიშნებენ წმინდა მამები რომ ეს იყო იესო ქრისტე. ანუ ჩვენ რაღაც რამდენიმე ადგილას გვაქვს მინიშნება რომ არა რომელიმე კონკრეტული ანგელოზი, იმიტომ რომ ჩვენ ბიბლიაში ნახავთ რომ რომელიღაც კონკრეტული ანგელოზი, მაგალითად გაბრიელი ხარების დროს გამოჩნდება, თქვათ მიქაელი, რაფაელი, აქ გამოჩნდება რომელიც თქვათ მოგზაურობს შემდგომში ტობიას წიგნში რო წერია ეს ისტორია. ამ შემთხვევაში წერია რომ პირდაპირ უფლის ანგელოზი. ეს იყო მეორე ჰიპოსტასი, როგორც თქვათ
სამყაროს შექმნის შესახებ წერია, რომ იქ მინიშნება პირდაპირ, რომ თქვა მეორე ჰიპოსტასისგან ხდებოდა ის დიალოგი, რომელიც ადამიანსა და ესე იგი ღმერთს შორის იმართებოდა და მეორე ჰიპოსტასი იყო სწორედ ეს ანუ ძებთისა ჯერ კიდევ არ განკაცებული, რა თქმა უნდა, იმ შემთხვევაში. და ნახეთ სად ხდება უფლის ანგელოზი, ნახე ის წყლის ჭასთან უდაბნოში რო არის. რატომ ჭასთან? იმიტომ რომ ჭა ითვლება სიცოცხლის წყაროდ. ბიბლიური განმარტებით ჭა არის ყოველთვის სიცოცხლის წყარო. ამიტომაც, როდესაც ეს ალეგორისტები ამას პირდაპირ ამბობენ, როდესაც შე რაღაცა განსაცდელი გაქვს, აუცილებლად უნდა მიმართოს სიცოცხლის წყაროს. და რა არის სიცოცხლის წყარო? ნუ ვიღაცა მეთქვის, რომ ეს ლოცვა არის, რომელიც კავშირია ღმერთთან. მართალია, ლოცვა კავშირია ღმერთთან, ოღონდ იცოდეთ, რომ ლოცვა მონოლოგია ღმერთთან და წმინდა წერილი დიალოგია ღმერთთან. აი ეს განსხვავებაა. ამიტომაც შენ, როდესაც რაღაცა ცხოვრებისეული ამბები გაქვს, აუცილებლად დიალოგი უნდა გქონდეს ღმერთთან. თუ კი შენ წმინდა წერილის კითხვას იწყებ, აუცილებლად პასუხისმგებლობ, როგორ უნდა გამოხვიდე ამ სიტუაციიდან, იმიტომ რომ გამოუვალი მდგომარეობა არ არსებობს. წმინდა წერილს კითხულობ, პასუხისმგებლობ, როგორ უნდა გააგრძელო ცხოვრება. პასუხისმგებლობ, როგორ უნდა მოიქცე ამა თუ იმ სიტუაციაში. ამიტომაც შემთხვევითი არ არის, რომ რა თქმა უნდა გამოიქცა ახლა აგარი გარბის სარასგან, იმიტომ რომ სარა მიქ შეავიწრობა ოჯახში და თავისი ადგილი მიუჩინა ეთყობა და ამას ახლა ცოტა ამბარტავნება ჩაერთო, რომ პრინცესა არის და ახლა უკაცრავად რა როგორ და მიგეთნამეს და გამოიქცა ამ სახლიდან და უდაბნოში საჯდება, სადაც თავის გადარჩენაა შესაძლებელი. სად არის ეს თავის გადარჩენა? ჭასთან, იმიტომ რომ უდაბნოში სხვაგან თავს ვერ გადაერჩენ ვერაფრით, წყალთან თუ არ მოახერხე ურთიერთობა და კონტაქტი. უთხრა ანგელოზმა, ნახეთ რა საინტერესო რამეს ეუბნება. აგარ სარაის მხევალო. პირდაპირ ეუბნება, სათქმელს ეუბნება. ამიტომაც გეუბნებით, ყველაფერზე პასუხი არის წმინდა წერილში. დიალოგია. და აი ამ დიალოგში ნახეთ, აგარ სარაის მხევალო. პირდაპირ უთხრა ვინც ხარო. ეხლა ვნახოთ ალეგორიული განმარტებლები რას ამბობენ. თუ კი სარა ქრისტიანული სამყაროა და აგარი ებრაული სამყაროა, უნდა გააცნობიეროს ებრაულმა სამყარომ, რომ ქრისტიანული სამყაროს ქვეშევრდომობაში უნდა შემოვიდეს. ქვეშევრდომობაში არ გულისხმობს იმას, რომ ჩვენი მონები უნდა გახდნენ. არამედ უნდა დაემორჩილონ იმ საფრთხო ქრისტიანულ კანონებს, რომელი კანონიც ქრისტეს მიერ არის დაწესებული. აქედან გამომდინარე ეს სიტყვები აგარ სარაის მხევალო პირდაპირ ლაპარაკია, პირდაპირ მხილება, პირდაპირ ახსნა შენ ვინ ხარ. ამას ეუბნება, ისევე როგორც გახსოვთ, თუმცა წავიკითხეთ. ღმერთი შემოდის სამცხეში და ეუბნება ადამ სადახარ რა არის ის მიდი ადგილ გეოგრაფიული ადგილმდებარეობა აინტერესებს მისი რა თქმა უნდა ზუსტად იცის სადაც არის ეუბნება სულიერად სადახარ აი რას ფიქრობ სადახარ სადამოჩნდი შენი საქციელის გამო აქაც იგივეა ამიტომაც ერთი პატერიკია მე მგონი თქვენთანაც მაქვს მოყოლილი და სულ ვიხსენებ ხოლმე რომ ადამიანს ხანდახან როგორ არ სურს რაღაცაზე პასუხის მიღება თორე პასუხი აქვს ყველაფერზე ერთი ახალგაზრდა ბერი მივა მონასტერში და ეუბნება რომ გავიგეო აქო 5 წელი სწავლი აქვს სტარიც რომ იგრაციან რუსულად და რაღაც შეკითხვა მაქვს მასთან და წავიდა მიასწავლე სადაც განდეგილი იყო სადღაც სკელიაში მივიდა და ეუბნება რომ მამაო იქნებ დამეხმარო სიძვის ცოდვა მებრძვისო ეუბნება და მოუტრიალდა ეს ბერი და ეუბნება რომ მეო ვერ დაგეხმარები იმიტომ ამ კითხვაზე პასუხი არ მაქვსო ნაყროვანებაში არასდროს არ ჩავარდნილა რომ ეუბნება წამოვიდა იქიდან და არაფერი არ ცოდნია მაგას რა ის დარეციაო კაც არაფერი არ ცოდნია პასუხი მისცა არ მისცა არ ვიცი იმიტომ რომ ნაყროვანებაში არასდროს არ ჩავარდნილა პასუხი არ არის პირდაპირ ფორმულირებული აი ესე ფორმულირებული პასუხია ფაქტიურად აქ რაც წერია რომ აგარ სარაის მხევალო ნახეთ საიდან მოსულ ხარ და სად მიდიხარ საიდან გამოხვედი და სად მიდიხარ ნახეთ ალეგორისტები რას ამბობენ ებრაულ საზოგადოებას სწორედ ეს უნდა დაუსვა პირმშო იყავი იქედან გამოხვედი და სად მიდიხარ ქრისტიანობას დაშორდი ქრისტიანობის დევნა დაიწყე ანუ პირმშოობა სწორედ ამიტომ დაკარგე ის წარმოიდგინეთ ახლა სადღაცას თვილი კერა რო ქონდეს საჭმელი სასმელი უზრუნველყოფილი იყო ყველაფერი და გაიქცი აქედან სადღაცას უდაბნოში სადაც გადარჩები თუ ვერ გადარჩები არ იცი ამიტომ ვიღაცა ხო შეგეკითხება რომ თავში კაცო ჭკუა ხო გაქვს საიდან წამოხვედი და სად მიდიხარ სწორედ ეს შეკითხვა ოღონდ ანგელოზებრივი რა თქმა უნდა უწყებით ეკითხება მას რომ საიდან წამოხვედი საიდან მოსულ ხარ ამას ეკითხება და სად მიხვალ თქვა სარაც პასუხობს
ნუ მიხვდას არა რომ უნდა აღიაროს ის რაც უნდა აღიაროს თქვას არა ჩემს ქალბატონს გაურბივარო ანუ აღიარო რომ ის ხევალია და გაურბის თავის ქალბატონს სარა თუ აგარი უკაცრავად ხო ასე უპასუხა სარას ჩემს მხევას ქალბატონს გაურბივარო სახელი დაასახელა შემოგძამდით რა სკამები არის და დაჯექით რომ ფერზე რო არის დიტო აი აგერ მოდი კარგი უთხრა მას უფლის ანგელოზმა გაბრუნდი შენს ქალბატონთან და დაემორჩილე პირდაპირ ბრძანებაა ყოველგვარი მინიშნების გარეშე თუმცა კი აქვე ნუგეში ეუბნება მარტო ის კი არა რომ ეხლა შენ რაღაცა ცუდად მოიქეცით ნახეთ რა არის მისთვის ნუგეში უთხრა მას უფლის ანგელოზმა დიდად გავამრავლებ შენ შთამომავლობას და ვერ აღირიცხება სიმრავლის გამო უთხრა მას უფლის ანგელოზმა იცით რატომ მეორდება ეს ყოველი მუხლის დასაწყისში მე ხო გითხარით ბიბლიაში არაფერი შემთხვევით არ წერია ისეთ ეკონომიას აკეთებდნენ ტექსტებზე რომ აბსოლუტურად ყველასო გადაღებულია უნდა მიხვდეს სიტყვა საფთავრდება იმასაც რა ქვია გაშუალებები არ აქვს და ხმოვნები საერთოდ ამოღებული აქვს ისეთ ეკონომიას აკეთებენ და ამ ტექსტის გამეორება რა საჭიროა ერთხელ ეთქვა უთხრა ამას რომ მეუბნება ეს არის დასტური იმისა რომ ეს ზუსტად ასე იქნება და ნახავთ თქვენ აი დღევანდელ 21 საუკუნეში ეს სიტყვები თუ შესრულებული არ არის რასაც ახლა ჩვენ აქ წავიკითხავთ აჰა ორსულადა ხარ შობ ვარს და ისმაელს დაარქმევ სახელად რადგან მოხედა უფალმა შენს ჩაგვრას ეს ძალიან საინტერესოა და მინდა გითხრათ რომ ღმერთი ყოველთვის დაჩაგრულის მხარესაა კანჯარივით იქნება ადამიანთა შორის კანჯარი იცით რა ცხოველი გარეული ვირი კანჯარივით იქნება იგი ადამიანთა შორის ნახეთ გარეული ვირივით იქნება იგი ადამიანთა შორის მისი ხელი ყველას წინააღმდეგ და ყველას ხელი მის წინააღმდეგ თავის ძმათა პირისპირ ცხოვრობს იგი იცით ვიზია ლაპარაკი მთელ არაბულ სამყაროზე მთელ არაბულ სამყაროზე აი რომელი სიტყვა არ არის ესე იცნობთ არაბებს მაგინახავთ ესეთი არაბული ხალხი ძალიან ტემპერამენტიანი ძალიან უხეში ძალიან რაღაცა ემოციური რა გითხრათ რა თქვენი ხელი ყველას წინააღმდეგ და ყველას ხელი თქვენს წინააღმდეგ ეომებიან ყველას და მთელი მსოფლიო ეომება კიდევ მაგას არც ერთი სიტყვა აქ ესე იგი ზედმეტი არ არის რაც აქ წერია ყველაფერი დღეს 21 საუკუნეში ზუსტად ესე ეხლა თუ ავიღებ ჩვენ მათ რელიგიურ ცნობიერებას მინდა გითხრათ რომ ერთხელ წავიკითხე ფილარე დროზდოვია ხო არ მეშლება მას უწერია ესეთი რამ რომ რაღაცას რელიგიებს ადარებს ერთმანეთს და მართლმადიდებლობა არისო როგორც რომ წარმოვიდგინოთ რაღაცა ეკვატორი იმიტომ რომ ეკვატორზე არის ყველაზე მეტი მზის სხივები ხო მართალია და სხვა რელიგიებიო იმის მიხედვით მე უნდა გადაანაწილოთ ახლა საერთოდ ჩრდილოეთ პოლუსზე რო არის ჩათვალეთ რომ ესე იგი 6 თვე რო ღამეა და 6 თვე შეიძლება რაღაცა ოდნავ გამოგხდეს რაღაცა შუქი და ამას დღეს დაარქმევენ ხო ესეთია რატომ აკეთებს ასეთ შედარებას იცით რომ არის რელიგია რაღაცა რომელიც შედარებით ახლოსაა მართლმადიდებლობასთან რა თქმა უნდა კათოლიციზმი ახლოსაა თუმცა კი მართლმადიდებლობა არა ამიტომაც ყველაზე მეტი ზისხივები თუ აქ იკრიბება და სინათლე სრულყოფილია იქ სრულყოფილი სინათლე არ არის იმიტომ რომ რაღაცას ახშობს თქვა ზის სხივები რო აი ეს შენობა მაგალითად თუ ახშობს ზისხივებს ეხლა სრულად ხო არ შემოდის რა დაახლოებით ესე რომ ახშობდეს იმ საფრთხო სინათლეს მუსულმანური ესე იგი ისლამის სარწმუნება რომელიც მე-6 საუკუნეში შეიქმნა უკვე ჩვენი წელთაღრიცხვით მე-6 საუკუნეში შეიქმნა მე მინდა გითხრათ რომ ძალიან სასარგებლო აღმოჩნდა აი ამ საზოგადოებისთვის პირველ რიგში აღმოჩნდა იმიტომ რომ სრულყოფილი რელიგია რა თქმა უნდა არ არის და ვერ იქნება მაგრამ აი ეს ადამიანები მივიდნენ ერთი ღმერთის რწმენამდე ამ ადამიანებმა თავიანთი აი ამ ემოციებით თავიანთი აი ესეთი შემართებით ძალიან ხურვალე გულით დაიწყეს ამ რელიგიის დაცვა და ამ რელიგიის დაცვა მათ უგზალავს დასალებს უგზალავს აზარტულ თამაშებს მაგალითისთვის შემიძლია ჩამ თქვენ თვრალი მუსულმანი წარმოგიდგენთ ხიზელი რა არის ხო იცით კამარით შევარდება და აიფეთქებს და ასეთი გიჟია და რომ დალიოს რასისაც წარმოგიდგენიათ ან იმისი აზარტულობა მართლმადიდებლები სხვა არიან არაბები მართლმადიდებლები ყველას გეკნებათ იერუსალიმში თუ აყოფილხართ აღდგომას კადრები ხო გაქვთ ნანახი ერთმანეთს კისრებზე რვაზე დაფდაფებით და წივილი ყვირილი ქრისტე ჩვენი ღმერთია ყვირიან აი გული გამისხდა პირველად რომ ნახე
ვიფიქრე, არ გამთელონ მეთქი საერთოდ რა და მსახურებაზე მე სპეციალურად წავედი და დავესწარი მაგათ მსახურებაზე. მსახურება აქვს ზუსტად ისე კი არა რომ ახლა ჩვენ აქ რუსეთში ხო წესრიგია, საქართველოში ცოტა უფრო ხმაურიანია რაღაც. ყველანაირი მსახურება მინახავს, ბერძნულს ის აქვს. აი როგორი მსახურება იყო, იცით? აი მთელი ემოციების ხარჯვა მიმდინარეობდა, მოკლედ არაფერი იქ რაღაცა ესე იმისთვისა რო არ ითქმება, რომ წიგნში წერია და ამ დროს ეს უნდა წავიკითხო არა. მთელი თავისი შემართებით დაბრძანა. სკამები აღარ არის? მთელი თავისი შემართებით რომ მთელი ემოციებით ეს ადამიანები ესე იგი ნაშვებიან, ახერხებენ იმას, რომ ეს მსახურება ჩატარონ და ეს რატომ მოყევი ხა ეს ამხელა ამბავი? მართალია, ეს ყველაფერი ახდა და დღევანდელი დღის ჩასვლით ასე არის, რომ კანჯარივით იქნება იგი ადამიანთა შორისო და მართლაც ასე არიან, გარე ცოტა ველური ხალხია მინდა გითხრათ, რაღაცა შეურაცხყოფის მიზნით ამას არ ვამბობ, მაგრამ რეალურად მართლა ასე არის, ველური ხალხია და დიდად არ არიან მოხიბლული ახლა რაღაცა იმით, რა ქვია, თანამედროვე ცივილიზაციის საკითხები არ უდაბნოში მშვენივრად ცხოვრობენ მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ეზოში ჭაბურღილი ამოსდიოდეს და ვერტფრენი წყავდეს, შეიძლება და ისიც რა ქვია, იახტას, მაგრამ აკლებით დადიოდეს იმ თავის ქვიშაში და ეს ერჩივნოს. რაღაცა აი ესეთი ტიპის ხალხია. და ეს გახლავთ მოკლედ ფაქტიურად მთელი ისმაილის შთამომავლობა, გახლავთ მთელი არაბული სამყარო. ამიტომაც ნახეთ კიდევ ერთი რამ წერია, რომ თავის ძმათა პირისპირ ცხოვრობს იგიო. ძმათა პირისპირ ცხოვრობს ნამდვილად. ებრაელები მისი ძმები არიან და დღედაღა მომიაქვთ იცით. და ძმები არიან, იმიტომ რომ ისააკისგან არის ებრაული საზოგადოება, ისმაილისგან არის ებრაული საზოგადოება. მამით ერთნი არიან, დედით სხვადასხვა. ახსენა სახელი უფლისა, რომელიც ელაპარაკებოდა, შენ ხარ ღმერთი, ჩემი მხილველი. ნახეთ, ამიტომაც მე მიგანიშნეთ, რომ ეს არ იყო ჩვეულებრივი ანგელოზი, ამიტომ რომ მას ჰქონდა საფრთხო გამოცხადება. რადგან თქვა, განა აქაც არ ვიხილე კვალი ჩემი მხილველისა. ამიტომ შეარქვეს ამ ჭას ბერ ლახაი როი, კადეშსა და ბარეთს შორის მდებარეობს იგი. უშვა აგარმა აბრაამს ვაჟი და დაარქვა სახელად აბრაამმა თავის ვაჟს, რომელიც აგარმა უშვა ისმაელი. ნუ რა თქმა უნდა, რაც გამოცხადებით მიიღო. 86 წლისა იყო აბრაამი, როცა ისმაელი უშვა აგარმა აბრაამს. ანუ ჩვენ აი ამ თარიღს ზუსტად მივყვებით. ეხლა მე 17 თავზე მე მგონი კი უნდა მოვასწროთ, გადავალ ბარები, იმიტომ რომ საინტერესოა ესეც და მე აღარ დაგღლით თუ რაიმე შეკითხვები გექნებათ, მხოლოდ იმას კითხავ. 99 წლის იყო აბრაამი, როცა გამოეცხადა უფალი აბრაამს და უთხრა: მე ვარ ღმერთი ძლიერი, იარე ჩემ წინაშე და სრული იყავე. პირველი გამოცხადება ჩვენ გვახსოვს 75 წლისა მიიღო, როდესაც უთხრა რომ უნდა გამოსულიყო თავის მამისეული სახლიდან და უნდა წამოსულიყო აღთქმულ ქვეყანაში და ეხლა ვხედავთ რომ 99 წლისა არის. და ჩვენ ხო დავწმუნდით რომ მან აღთქმა მიიღო, გამრავლდები, ასეთი რაღაცა ღმერთთან საუბრები აქვს, გამართლება მიიღო, იმიტომ რომ ირწმუნა მან ღვთისა. ეხლა ნახეთ 99 წლისა კაცი და უფალი ეუბნება: მე ვარ ღმერთი ძლიერი, იარე ჩემს წინაშე და სრული იყავი. კიდევ ესეთი გამოცხადებაა. დავდება აღთქმა ჩემსა და შენ შორის და დიდად გაგამრავლებ. კვლავ იგივე სიტყვას უმეორებს, რაც ბოლოს 85 წლისა იყო, როცა უთხრა რომ მე შენ გაგამრავლებ და როგორც დაუთვლელი იქნება ვარსკვლავები ის და როგორც ზღვის ქვიშა მსგავსი იქნება შენი შთამომავლობა, იგივე სიტყვას უმეორებს. პირქვე დაემხო აბრაამი და ასე ელაპარაკა მას ღმერთი: ეს მე ვარ და ახლა ჩემი აღთქმაც უამრავ ხალხთა მამა შეიქნები. აღარ გერქმევა ამიერიდან სახელად აბრაამი 1:10 იწერება, არამედ აბრაამი 2:10 იყოს შენი სახელი. მრავლობითი აღნიშნულია ეს. მეორე ას დამატება არის მრავლობითი სახელის აღნიშნული. რადგან უამრავ ხალხთა მამად გაქცევ შენ. დიდად გაგამრავლებ, ხალხებად გაქცევ და მეფენი გამოვლენ შენგან. აი ეს მუხლი ნამდვილად განმარტებას მოითხოვს, იმიტომ რომ ხალხებად გაქცევ რას ნიშნავს? ებრაელის გარდა აბრაამს ვინ ხალხებად აქცია? ყველა მორწმუნე ერის მამად ითვლება აბრაამი. რადგანაც გახსოვთ თქვენ სახარებისეული სიტყვები, როდესაც მაცხოვარი ეუბნება ებრაელ საზოგადოებას, ისინი იყვეხნიან, რომ ჩვენ აბრაამის შვილები ვართ და ცოდვის მონები ვართ და ის ეუბნება, რომ ღმერთს შეუძლია ამ ქვებისგანაც აღადგინოს აბრაამის შვილები. რატომ ეუბნება? ქვებში იგულისხმება წარმართული საზოგადოება.
იმიტომ რომ მათი გულებია გაქვავებული ღვთის სიტყვის მისაღებად ისინი მზად არ არიან და რადგანაც წარმართული საზოგადოება იგულისხმება ამ პიროვნება რომ აქედან შეუძლია ღმერთს რომ აღადგინოს აბრაამი და აღადგინა კიდეც. იმიტომ რომ მთელი წარმართული ერისგან წარმოიშვა შემდგომში უკვე აბრაამის შვილობა არა ხორციელი ნათესაობითად, არამედ სარწმუნოებითად. იმიტომ რომ იქვე ამბობს მაცხოვარი, აბრაამის შვილები რომ მიყვეთო, აბრაამის საქმეებს გააკეთებდითო და არ აკეთებთ აბრაამისეულ საქმეებსო. აქედან გამომდინარე, გაგამრავლებ დიდად, ეს გასაგებია, მაგრამ ხალხებად გაქცევ, ხალხები ხო სხვადასხვა ერთს გულისხმობს. ხალხი ხო რაღაც ის არ არის, რა ქვია, ჩვენ აქ რო ვხედავთ, ეხლა ხალხი ვართ, გასაგებია ქართველები ვხედავთ, მაგრამ ხალხები ნიშნავს, რომ ქართველი ხალხი, რუსი ხალხი და ასე შემდგომ, ვთქვათ, ვინც არის სერბი ხალხი, ბულგარელი ხალხი, ბერძენი ხალხი, ესენი ხო ყველანი მართლმადიდებლები არიან. სარწმუნოებრივი შვილობა აქვს, სულიერი შვილობა აქვს მათ აბრაამისა, იმიტომ რომ ვინც ირწმუნა, მიიღებს გამართლებას, როგორც აბრაამმა ირწმუნა და მიიღო გამართლება. ჩვენი გამართლება როგორ ხდება? ვინც ირწმუნებს განხორციელებულ, განკაცებულ ღმერთს, ღმერთის განხორციელებას დედამიწაზე, ვინც ირწმუნებს, იზღებულობს გამართლებას, იმიტომ რომ იწყებს შესაბამისად ამ სარწმუნოებრივ ცხოვრებას. ნუ შეიძლება ვთქვათ, ეხლა იმან არ შეგაშინოთ, რომ იწყებს ამ ცხოვრებას, არ ნიშნავს იმას, რომ რაღაცნაირად იმ დღესვე სრულყოფილებას შეიძენ. არა, ხან დაცემა ხდება, ხან წამოდგომა ხდება, ეს ჩვეულებრივი ამ ქვეყნიური ცხოვრება, მაგრამ წმენა, იმედი, სასოება გაქვს იმისა, რომ ქრისტე მაცხოვარმა რომელსაც გამოგისყიდა, გამოგიხსნა მცოდვის ტყვეობისაგან და გჯერა და გწამს მისი, სწორედ ამით ხდება შენი გამართლება და არა იმით, რომ შენ ჯულს როგორ ასრულებ. დავდება აღთქმა ჩემსა და შენ შორის და შენ შთამომავალთა შორის თაობიდან თაობამდე. სამარადისო აღთქმას, რომ შენი და შენი შთამომავლობის ღმერთი ვიქნები. მოგცემ შენ და შენ შთამომავლობას, შენი მდგმურობის ქვეყანას, ქანაანის თელ ქვეყანას, სამარადისო საკუთრებად და თქვენი ღმერთი ვიქნები. მე გითხარით მაშინ, რომ წინა გამოცხადებაზე უთხრა, რომ თუ ვიპოვე ის მუხლი, ეხლაც გაგახსენებთ, რომ იებუსეველები, რომლებიც ცხოვრობდნენ, სანამ მათი საწყაო არ აღივსებაო, იქამდე თქვენ აქ ვერ მობრუნდებთ. ანუ ამ აღთქმულ მიწაზე ცხოვრობენ სხვადასხვა თემის ხალხი. მათ შორის არიან ქანაანის შთამომავლები არიან უმრავლესობა და სანამ საწყაო არ აღივსება, ნიშნავდა იმას, რომ ის საწყაო უნდა ავსებულიყო, რომ მათი ურჯულოება ისეთ ზღვარზე უნდა ურჯულოება, რომ უეჭველი უნდა განადგურებულიყო ის, იმიტომ რომ იმას აღარაფერი აღარ ეშველებოდა, სწორედ ამაზეა ლაპარაკი. ამიტომაც აქ როცა ეუბნება, რომ მოგცემ შენ და შენ შთამომავლობა გურობის ქვეყანას, ქანაანის მთელ ამ ქვეყანას, რომელიც შეკვირდი, სამარადისო საკუთრებად და თქვენი ღმერთი ვიქნები, სწორედ ამას ნიშნავს, რომ ჯერჯერობით არა, როდესაც აივსება ის საწყაო, რომელიც ჩვენ წინა თავში წავიკითხეთ, ორი თავით ადრე წავიკითხეთ წინა შეხვედრას. უთხრა ღმერთმა აბრაამს. ნახეთ აბრაამი რას ეუბნება. არა, ჯერ ღმერთი ეუბნება უკაცრავად. ოღონდ დაიცავით ჩემი აღთქმა შენ და შენმა შთამომავლობა თაობიდან თაობამდე. და მინდა გითხრათ, რომ ეს პირდაპირ ხელშეკრულების მსგავსი რაღაცა არის, რასაც ეხლა ღმერთი აქ ეუბნება, იმიტომ რომ თუ ამ აღთქმებს დაიცავთ, ჩვენ მერე ვნახავთ, რომ ეგვიპტიდან როდესაც გამოდიან, თუ მივაღწიეთ გამოსვლათა წიგნამდე, პირდაპირ ეუბნება, რომ თქვენო არ გეგონოთ აღთქმული მიწა, არ გეგონოთ ისეთი როგორიც იყო ეგვიპტეში, იმიტომ რომ ეგვიპტეში რომ დავდიოდიო და ფეხს რომ აბიჯებდიო, ესე იგი წყალი ამოდიოდაო და ირწყვებოდაო ისა მიწებიო და ამიტომ მოსავალზე არ გეფიქრებო. ამიტომ იქ პირდაპირ ეუბნება, თუ აღთქმები რომელიც მე დაგიდეთ, ამ აღთქმებს თუ დაიცავთ და თუ ასე იცხოვრებთ, თავის დროზე მოვა წვიმა, თავის დროზე გექნებათ, ესე იგი მზე, თავის დროზე გექნებათ, რომ მოსავალი ჩვეულებრივად აიღო. და თუ ამ აღთქმებს არ შეასრულებთ, მაშინ ეს ყველაფერი არ იქნება და შესაბამისად გექნება ჩიმშილობა, მტრების შემოსევა და ასე შემდგომ და მართლაც ასე ხდება. როგორც კი აღთქმას დაარღვევენ, იმ წუთში მათთან ომი იწყება. მერე თუ კი ჩვენ ბიბლიურ ისტორიას წავიკითხავთ, მთელ ბიბლიაში ესე არის. ეს არის აღთქმა, რომელიც უნდა დაიცვათ. აღთქმა ჩემსა და თქვენ შორის და შენ შთამომავლობას შორის თაობიდან თაობამდე. წინა დაითვითოს თქვენში ყოველმა მამაკაცმა. წინა დაცვეთის აღთქმა მიეცათ მოკლედ აბრაამს და მის შთამომავლობას. რას ნიშნავს წინა დაცვეთის აღთქმა? ეს გახლავთ წინასახე ნათლისღებისა. როგორც ეს ჩვენ უნდა ვთქვათ, რომ ფაქტიურად ჯერჯერობით ერი არ არის. ეს არის რელიგიური ოფშინა, როგორ არის მამა ქართულად? საზოგადოება. ხო, საზოგადოება, კრებული. ხო, შეიძლება ასე ვთქვათ. ეს არის
რელიგიური თემი ეს ჯერ ერი არ არის. იმიტომ რომ ჩვენ წავიკითხეთ გახსოვთ მონები და მხევლები რომლებიც შეისყიდა მონები რომლებიც შეისყიდა ესე იგი აბრაამაო და მხევლები რომლებიც შეისყიდა სარამ. სადა სარას არ ქონდა იმის შესყიდვა ქალები მაშინ ესე არ დადიოდნენ არ ვაჭროდნენ მე ამაზე ვილაპარაკე. გასკვიაში მამაკაცებთან ქადაგებდა აბრაამი, ქალებთან ქადაგებდა სარა და აი ამ შესაბამისობიდან გამომდინარე მთელი ეს რელიგიური კრებული მოკლედ არის შეიძლება სხვადასხვა ერის წარმომადგენელი, იმიტომ რომ ჩვენ იქ ნახეთ აბრაამი ღმერთს ეუბნება რომ დამასკოელი ელიაზარი არის ვაგერო ჩემი ეს ელიაზარი ვინ იცის ებრაელია საერთოდ არის ებრაელი არ არის არ არის ამაზე მინიშნება შეიძლება არც იყოს აბრაამის ნათესავი მაგრამ აბრაამის ქადაგებით მოქცეული ადამიანია ამიტომ მთელი ეს საზოგადოება ყველაზე ეუბნება ამას რომ თქვენმა რელიგიურმა კრებულმა უნდა გაიკეთოს ნიშანი ყველა მამაკაცი უნდა იყოს წინადაცვეთილი. რატომ კონკრეტულად წინადაცვეთილი? იმიტომ რომ ეს არის ალეგორიულად შეიძლება ამისი გადმოტანა ამ კუთხით და ამ ნიშნით რომ ეს არის ყველაზე გრძნობიარე ორგანო და გრძნობების აღზრავი და აღმგზნები ადამიანისა თუ რა ვიცი როგორ შეიძლება ეს გამოიხატოს ახლა ამ ლექციის პარაგრაფში აქედან გამომდინარე უნდა იყოს ყველაზე მეტად რაღაცნაირად მოთოკილი აი როგორც ადამიანს რაღაც ისეთი კამარი რო გაუკეთო რომ რაღაცა თავისი გრძნობების მიხედვით არ მართავდეს თავის ცხოვრებას ხო ხვდებით რაზეც არის ლაპარაკი რომ არ იყოს გრძნობებს საყოლილი ემოციებს საყოლილი და ამის მიხედვით კი არ წარიმართებოდეს მისი ცხოვრება არამედ შეეძლოს მას მოთოკვა შეეძლოს მას გაწონასწორებული თქვა ცხოვრება და რაც თავარია ამ რელიგიურ საზოგადოებაში სწორედ შესასვლელი კარი ძველი აღთქმის რელიგიურ საზოგადოებაში არის წინადაცვეთა ისევე როგორც ახალი აღთქმის რელიგიურ საზოგადოებას თუ ვიტყვით ანუ ქრისტიანულ ეკლესიას თუ ვიტყვით შესასვლელი კარი არის სწორედ ნათლისღება ამისი წინასახია თუმცა კი აქვე მინდა გითხრათ რომ აბსოლუტურად აღთქმის ყველა მუხლები რომლებიც ჩამოწერილია ძალიან ბევრი ეს მუხლი პირდაპირ მნიშვნელობით გარდა იმისა რომ უნდა შეესრულებინათ ამ კრებულს შულით ევალებოდათ და რაღაცნაირად სულიერ წინსვლას უკავდა მობრძანდით შემოსვლად უქნება მობრძანდით გარდა ამისა საჭიროებას წარმოადგენდა იმიტომ რომ მათ ჰქონდათ აუცილებელი რაღაცა ჰიგიენური ნორმები. რას გულისხმობს ეს ჰიგიენური ნორმები? ისინი უდაბნოში ცხოვრობენ, ეხლა დღევანდელი პირობები ხო არ არის რომ წყალი მოგდის და დუშს გადაივლებ და ხელებს ნებისმიერ დროს დაიბა. წარმოიდგინეთ, წყალი შეიძლება ჩაყოფილიყო 1-5 კილომეტრში და რამდენი წყალი უნდა მოგეტანა რომ ყოველდღე შენ ჰიგიენის დაცვა შეგძლებოდა. ამიტომაც ებრაელებს როგორი კაცრი კანონები აქვთ, იცით რომ აი აქედან მაჯებიდან უნდა დაიბანონ ხელი ყოველი ჭამის წინ. ეს არის ძალიან კაცრად გახსოვთ მე სახარებაში რო ეუბნებიან მას ყოველს რომ შენი მოციქულებიო რატო არ გუბანელი ხელით რო ჭამენო ჯულს არ ღვევენო ამითიო აი აქედან უნდა დაებანათ ხელი იმიტომ რომ ძალიან დიდი საშიშროება იყო ამ უდაბნოს პირობებში სიცხეა მოგეხსენება და მაღალი ტემპერატურა რაღაც ვირუსების და ბაქტერიების გავრცელების და აქედან გამომდინარეც იყო ეს ყველაფერი მოცემულობა ნიშნად აღთქმისა ჩემსა და თქვენ შორის ეს არის ნიშანი აღთქმისა ისევე როგორც შენ ნათლობის დროს აღთქმას დებ და ამ აღთქმას უნდა ასრულებდე რა აღთქმა არის ეს გეკითხება მღვდელი განეშორები ბოროტისაგან განვეშორებ გეკითხება მღვდელი შეუდგები ქრისტესა წამს იგი დამწამს იგი ვითარცა ღმერთი ხო ამბობ ამას ამის შემდგომ წამსი უნდა წარმოთქვა მართლმადიდებლო ეს იმას ნიშნავს ჩემო კარგო რომ სწორედ ეს აღთქმით ამ აღთქმით ის იყო აღთქმის ნიშანი ძველ რელიგიურ საზოგადოებაში ეს არის ახალი აღთქმის ნიშანი რომ ამით შედიხარ ახალი აღთქმის ეკლესიაში 8 დღისამ წინა დაიწვიოს თქვენში ყოველმა მამაკაცმა თაობიდან თაობამდე სახლში დაბადებულმა და უცხოელისგან ვერცხლით ნაყიდმა რომელიც შენი თესლტომის არ არის აი პირდაპირ ეუბნება შეიძლება არ იყოს შენი თესლტომის მაგრამ შენს რელიგიურ ესე იგი კრებულშია უნდა იყოს აუცილებლად წინადაცვეთილი ისევე როგორც ახლა მართლმადიდებულ სამყარო შეიძლება აქაც ვიღაცა შემოვიდეს და მონათლული არ იყოს მაგრამ არ ნიშნავს იმას რომ მართლმადიდებელია შეიძლება აინტერესებს ლექცია და მაგრამ საიდუმლოში მონაწილეობას ვერ მიიღებს უნდა დადოს ეს აღთქმა რომელ აღთქმაზეც ვილაპარაკეთ და უნდა მოინათლოს წინა დაიწვიოს შენ სახლში ყოველ იყოს
ჩემი აღთქმა, თქვენს ხორცში სამარადისო აღთქმათ. წინა დაუცვეთელი მამაკაცი, რომელსაც არ დაუცვითავს მერვე დღეს ჩუჩა, უნდა მოიკვეთოს თავისი ხალხიდან, რადგან დაარღვია ჩემი აღთქმა. ანუ ძალიან კაცრად ავალებს აი ამ აღთქმის დაცვას. უთხრა ღმერთმა აბრაამს, სარაი შენ ცოლს აღარ ერქმევა სახელად სარა, არამედ სარა იყოს მისი სახელი. აქაც ორ აზია ლაპარაკი, რომ სიმრავლის მანიშნებელი იყოს ეს ყველაფერი. ვაკურთხებ მას და ვაჟიშვილსაც შეგძენ მისგან. ვაკურთხებ და გახდება ხალხების დედა და ხალხთა მეფეები წარმოიშვებიან მისგან. აქაც ხალხებზეა ლაპარაკი. რომელ ხალხებზე? რა თქმა უნდა ქრისტიანულ სამყაროზე. არა ხორციელ ნათესაობაზე, არამედ სულიერ შთამომავლობაზე. ხო არ დაიღალეთ ძალიან? არა. კარგით, მალე და პირქვე დაემხო აბრაამი და გაეცინა გულში და თქვა: ნუ თუ შვილი შეეძინება 100 წლის კაცს, ნუ თუ ბავშვს დაბადებს 90 წლის სარა. უთხრა აბრაამმა ღმერთს, ნეტავ ისმაილმა იცოცხლო შენ წინაშე. ანუ აბრაამს გონია რა, რომ აგარმა რომ იმშობიარა სარას მუხლებზე, როგორც მოგახსენეთ, შვილობის ნიშანი იყო ეს. და რადგანაც მიღებული ყავთ ეს შვილად და გამოაცხადა რომ ეს ჩემი შვილია, გონია რომ ისმაილზე არის მთელი ეს აღთქმა მოცემულობა და ამიტომ გულში თავისთვის ფიქრობს ეხლა რაღა დროს სარას მშობიარობაა და რაღა დროს ჩემი შვილია, ალბათ ისმაილის შესახებაა და ამიტომ ღმერთს ეუბნება რომ ნეტავი ისმაილმა იცოცხლო შენ წინაშე. თუ ეს არ არის რაღაცა ნიშნის მოგებით რომ ღმერთს იმას კი არ ეუბნება რაღა დროს ჩემი შვილია, კაცო ისმაილი მიმყოფე კარგად თუ ესე არა. უბრალოდ ალალად ესე ფიქრობს. უთხრა ღმერთმა, სწორედ სარა შენი ცოლი გიშობს ვაჟს და არქმევს სახელად ისააკს, აღუდგენ მას ჩემს აღთქმას სამარადისო აღთქმად მის შთამომავლობისთვის. ისმაილის გამო გისმინე და აჰა ვაკურთხებ მასაც. რა ისმაილზე ხო შეევედ რა ისმინოს. ნაყოფიერს გავხდი და დიდად გავამრავლე. 12 ბელად წარმოშობს და დიდ ხალხად ვაქცევ. ამიტომაც მინდა გითხრათ ერთი რამ, რომ მთელი არაბული სამყარო ამბობს, რომ ისააკი კი არ არის რჩეულიო, ისმაილია რჩეული და მისი 12 შვილია. ჩვენ ვამბობთ, რომ არა, ისააკია რჩეული და მისგან წამოსული შვილი იაკობი და მისი 12 შვილი. და ესენი პირიქით ამბობენ, იმიტომ რომ არაბულად აბრაამს ქვია იბრაგიმი და არაო იბრაგიმის შთამომავლები ვართ ჩვენო იძახიან და სხვათა შორის იმ სხვებ შეწირვაზე, სადაც ისააკს წირავს სხვებლად, ისინი იძახიან ისააკს კი არა ისმაილს წირავდა სხვებლად. იმიტომ რომ აბრაამთან ახლობლობა ყველას უნდა. ყველას აქვს ამისური. ესეთი კაცია. ფარაონსაც კი წარმოედგინეთ, საკუთარი ქალიშვილი, რომელიც პრინცესაა, გამოატანა მსახურად. მაგრამ აღთქმას ისააკს დაუდებ, რომელსაც სარა გიშობს გაისად, ამ დღეის წორს. შეწყვიტა ლაპარაკი და განეშორა ღმერთი აბრაამს. ადგა აბრაამი და დაუცვითა ჩუჩა თავის ვაჟს ისმაილს, თავის სახლში დაბადებულს, ყველას, ვინც კი ვერცხლით ყავდა ნაყიდი. ყველა მამაკაცი აბრაამის სახლში მყოფს სწორედ იმ დღეს, როცა ღმერთმა ელაპარაკა მას. მე მინდა გითხრათ მამები როგორ განმარტავენ ამას, რომ ცალკე რატო წერია ისმაილის შესახებო. ადგა წინა და ჩუჩა თავის ვაჟს ისმაილს, იმიტომ რომ ისმაილი ამ დროს არის 13 წლის. 86 წლის ახო იყო რომ შეეძინა და აქ 99 წლისაა ეს გამოცხადება როცა აქვს. არა, ჯერ 99 წლის არა. ხო და დაახლოებით ესეა 12 ან 13 წლის არის ისმაილი და 13 წლის ბავშვის დათანხმება მსგავს ოპერაციაზე, როდესაც ადგავს გამაყუჩებელი საშუალებები ძალიან რთულია. მინდა გითხრათ და რადგანაც ისმაილის ხასიათი, ანუ მთელი არაბული სამყაროს ხასიათი რითი ჩანს, იცით რომ აი ესეთი შემართება, კი გაცო რა პრობლემაო და აი ესე ვაშკაცურად მივიდაო, წმინდა მამები ესე განმარტავენ ამას, რომ ისე ვაშკაცურად მივიდაო ამ მამის მორჩილებაზეო, საერთოდო წარბიც არ შეუხრიაო ამ წინადაცვესთვის დროსო და ამიტომაც საგანგებოდ წმინდა წერილში ბიბლიაში გამოყოფილია და ამბობს, რომ ესე იგი აბრაამმა პირველი თავის ვაჟს წინადაცვითა ისმაილს და სახელითობითად არის მოთხრობილი მასზე. 99 წლის იყო აბრაამი, როცა დაიცვითა ჩუჩა. მისი ვაჟი ისმაილი 13 წლის იყო, როცა დაიცვითა. ერთ დღეს დაიცვითეს აბრაამა და მისმა ვაჟმა ისმაილმა. მისი სახლის ყველა მამაკაცმა, მის სახლში დაბადებულმა თუ უცხოელთაგან ვერცხლით ნაყიდმა დაიცვითეს მასთან ერთად. ეს გახლავთ მე-17 თავის დასასრული, რომლითაც მე დღეს უნდა დავამთავრო, თუმცა კი ორიოდე წინადადების შემდგომ. ამის შემდგომ ეს ყველაფერი წინა შემზადებაა იმისა, რომ რაღაცა დიდი ამბები იწყება მოკლედ ბიბლიის ისტორიაში. მე-18 თავი გახლავთ სწორედ წმინდა სამების გამოცხადება მამრეს მუხასთან აბრაამთან, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია მთელი ბიბლიის, ესე იგი,
ბიბლია შეიძლება ადამიანს წაკითხული არ ქონდეს, ან წაკითხული თუ აქვს ყოველ შემთხვევაში რაღაცა დეტალებს ყურადღება არ ქონდეს მიქცეული, მაგრამ ეს ისტორია ყველამ იცის, რადგანაც განსაკუთრებული ისტორია მთელ ბიბლიაში როგორც მოგახსენეთ და დასაწყისი ესეთია 18 თავის რომ გამოეცხადა მას უფალი მამრეს მუხნართან, როცა კარავთან იჯდა დღის პაპანაკებაში. და ეს შეიძლება კი არ მიგიქცევიათ ყურადღება, რომ დღის პაპანაკება სულ იყო იქ. იქ ისეთ პირობებში, თორემ სულ არის პაპანაკება. იცით რატო წერია რომ დღის პაპანაკებაში იყო? როგორც კი მან ეს აღთქმა შეასრულა და წინა დაიცვით ამ ჭრილობისგან მას ჰქონდა მაღალი სიცხე. და აი ამ პაპანაკებაზე ამაზეა ლაპარაკი და მიუხედავად იმისა, რომ სიცხიანია, რას გააკეთებს აბრაამი, ამის შესახებ ვილაპარაკოთ შემდეგ შეხვედრაზე, თუ ღმერთი მოგცემს ამის საშუალებას, რომ კვლავ შევეკრიბოთ. შეკითხვები არის? აბრაამის წიაღის შესახებ ალბათ შემიძლია რა? აბრაამის წიაღის შესახებაც გეტყვით, კი ეს არის სიმბოლო სამოთხისა. როგორ ხდებოდა ეს როგორ ჩამოყალიბდა? იცით რა? სხვა მდგომარეობა არ არსებობს, მინდა გითხრათ, გარდა ორისა. არის ან სამოთხე და ან ჯოჯოხეთი. ხო, შუა მდგომარეობა განსაცმენდელს ეძახიან ისინი, რა ქვია, კათოლიკებს აქვთ ეს რაღაცა თითქოს შუალედური მდგომარეობა განსაცმენდელი, რომ ადამიანი, რომელსაც შედარებით ნაკლები წოდებები აქვს, ამ განსაცმენდელში მოხვდება და მე ამ განსაცმენდელიდან სამოთხეში გადავა. დანტეს აქვს აღწერილი ეს კარგად. ესეთი არა დანტე ალეგიერმა კი არ დაუშვა, კაცო, კათოლიკურ სწავლებაშია მეთქი გეუბნები. კათოლიკური ეკლესიის სწავლებაშია. დანტე ალეგიერმა თვითონ კი არ მოიგონა. აღწერა ეს უბრალოდ. დანტე ალეგიერ შენ რაც გაკეთებული ეს კათოლიკური სწავლებიდან აიღო მან თორე თვითონ კი არ მოუგონია ეს ამბავი. ამიტომ კათოლიკურ სწავლებაში არსებობს ესეთი დასაწყისი. მართლმადიდებლურ სწავლებაში არ არსებობს ესეთი რაღაცა. ამაზე არ ლაპარაკობს მართლმადიდებელი ეკლესია, ამბობს რომ არის ჯოჯოხეთი და არის ამ. თუმცა კი ძველი აღთქმის სანამ სამოთხის კარი გაიღებოდა. როგორც წარმოგიდგენიათ, აბრაამი რომ გარდაიცვალა სად იყო? ჯოჯოხეთში. ეხლა ვიღაცა ამბობს რომ მოსე სად იყო, თქვა ისააკი სად იყო, იაკობი სად იყო. ყველა იოანე ნათლისმცემელი სად იყო, რომ თავი მოკვეთა სანამ ქრისტე ეკვერეთი დაადგებოდა. რა თქმა უნდა ჯოჯოხეთში. მაგრამ ბატონო არა არც ის არ იყო სამოთხეში. გაურკვეველია ეს საკითხი დღემდე, იმიტომ რომ ილია წინასწარმეტყველი უნდა კაცობრიობის ბუნებით ისე მობრუნდეს და აქ თავს მოკვეთავენ მას. ილია და ენოქი, ორი რომელიც არ გარდაცვლილა, ისინი მოვლენ და ანტიქრისტე მათ თავს მოკვეთავს. ესეთია წინასწარმეტყველი. ამიტომაც კი ატაცებული იქნა, მართალს ამბობთ რომ ატაცებული იქნა და ეს ხალხმა იხილა, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას რომ გარანტია იყო სამოთხეში. აბრაამის სავანე ხო და ამიტომაც აბრაამის სავანეს ეძახდნენ იმ სავანეს, სადაც მართალი ადამიანები იყოფებოდნენ, ოღონდ ჯოჯოხეთი იყო ყველა შემთხვევაში. აი ესეთი გადმოცემა არის, რომ აბრაამის სავანე იყო, მართალი ადამიანები იყვნენ, სამოთხეში არ იყვნენ, მაგრამ არც იტანჯებოდნენ, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ თლად თანხმობაში ვერ არის ამასთან წმინდა მამები, რომ რას ქვია ჯოჯოხეთში იყო და არ იტანჯებოდნენ. ჯოჯოხეთი ტანჯვის გარეშე მაშინ არ ყოფილა ჯოჯოხეთი. ამიტომაც აქ ლაპარაკია იმ მეტნაკლებობაზე. არ იტანჯებოდნენ, რატო არ იტანჯებოდნენ გეტყვით? იმიტომ რომ მათ ზუსტად იცოდნენ, რომ ხსნელი მოვიდოდა და ისინი აქედან გავიდოდნენ. და იტანჯება ის, ვინც იცის, რომ სამუდამო აქვს იქ მისჯილი. აი განსხვავება ეს, მეტი არაფერი. ანუ აბრაამის წიაღი არის ის, სადაც მართალი ადამიანების ეს კრებულია, მაგრამ ჯოჯოხეთია. რა თქმა უნდა ჯოჯოხეთი თავისთავად ტანჯვას განასახიერებს, სადაც ღმერთთან შეხება არ შეგიძლია, ეს არის ტანჯვა სწორედ. ამიტომაც ამ ტანჯვაში იმყოფებიან, რომ შეხებაში ვერ არიან ღმერთთან, მაგრამ იციან, რომ განთავისუფლდებიან. არიან ადამიანები, რომლებიც იციან, რომ ვერ განთავისუფლდებიან, იმიტომ რომ არც იმედი აქვს, არც ასოება, არც სიყვარული, ამიტომ მათთვის ეს ტანჯვაა. ანუ აგარის შთამომავლები არიან ისმაილელები და აგარის შვილის ისმაილის შთამომავლები არიან არაბები. არაბები და სარაშვილის ისააკის შთამომავლები არიან ებრაელები. როდესაც ვაგობთ არაბები მოიაზრება მუსულმანური სამყარო. თითქმის მთელი მუსულმანური სამყარო აი ახლა არაბების და მე ნახავ მე იმას გაგიკეთებთ ცხრილს. ის ცხრილიც გვექნება პასკალის ცხრილი და მე ცხრილს გავაკეთებ ბატონო. მართლმადიდებელი არაბებიც ისმაილის შთამომავლები არიან, კი. ანუ ყველა სემიტური ოჯახის კი ბატონო.
სემიტური მე მაშინ გახსოვთ წილი რომ გავაკეთე. სემიტური ოჯახის შთამომავლები არიან, მაგრამ აქ კიდევ ერთი გაყოფა მოხდა. აბრაამისგან სემიტურ ოჯახში. სპარსები, შუაზი, ესენი ხომ არ არიან სემიტები, ესენი უკვე თურქული ოჯახი და სპარსები ინდოელები არიან. დია. მოიაზრებიან, შედიან მათთან. ისრაელის შთამომავლები. რელიგიური ერთობა და დანარჩენი ხალხებს არ იცით როგორ არის? ვიღაცა ვინც ჩამოთვალეთ, მათგან ზოგი სემიტური წარმომავლობისაა და ზოგი არ არის სემიტური წარმომავლობის. მაგრამ როგორც აბრაამის შვილებად მოვიაზრებით ჩვენ ქართველები. რატომ? ებრაელები ვართ? იმიტომ რომ ქრისტიანები ვართ. სარწმუნოები ვიკითხეთ. ასევე ისმაილის შვილებად მოიაზრებიან ისინი, ვინც მუსულმანური სამყაროს წევრები არიან. იმიტომ რომ არიან მუსულმანები, ახლა აჭარაში მუსულმანების მეტი რა არის, ხა ისმაილის შთამომავლები კი არ არიან. მაგრამ ისმაილის შთამომავლობა სულიერად, კი. იმიტომ რომ აბრაამი არის ყველა მორწმუნის მამა. ანუ დავით წინასწარმეტყველი არის ისააკის შტო. დავით წინასწარმეტყველი არის ისააკის შტო, რა თქმა უნდა. ეს მათეს სახარების დასაწყისში წერია. პირდაპირ ჩამონათვალი რომ აბრაამაშვა ისააკი, ისააკიშვა იაკობი, იაკობაშვა იუდა და ასე შემდეგ. ეს ამ გენეალოგიაში წერია.